მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. Adigénis მუნიციპალიტეტის სოფელი დერცლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო სახარჯახვისწყო დოკუმენტაციის შესაძენად Adigénis მერია 35,000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ საავტომობილო გზის და მასზე განლაგებული ხელოვნური ნაგებობების, მათ შორის ხიდი, მილხიდი და ასე შემდეგ, საექსპერტო სახარჯახვისწყო დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 2 თვეში უნდა შეადგინოს. გარდა ამისა, მერია Adigénisში ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, ვაჟა ფშაველას და თორნიკე ერისთავის ქუჩებზე არსებული საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯახვისწყო დოკუმენტის შესყიდვასაც აპირებს, რომლისთვისაც 10,000-ზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ტენდერები 2 ეტაპად არის გამოცხადებული. ამავე დოკუმენტების მიხედვით დოკუმენტაციებისთვის თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ნატო საქართველოს ერთობლივი წვრთნები მტკიცესული 2025 დღეს დაიწყო. ეს იყო მე-12 შემთხვევა, როდესაც საქართველო აღნიშნულ სწავლებას მასპინძლობს, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სწავლება კრწანისში ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ოფიციალურად გაიხსნა. როგორც კადრებში ჩანს, გახსნის ცერემონიალს არ ესწრებოდა არც სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის პრემიერ-მინისტრი და არც ქართული ოცნების პრეზიდენტი. მტკიცესული 2025 რეგიონის 2 ქვეყანაში, საქართველოსა და თურქეთში ტარდება. თურქეთში სწავლება ადენას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო. მტკიცესული 2025-ში საქართველოს, ამერიკის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად კიდევ 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი. წვრთნების მიმდინარეობას 2 სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. მრავალეროვანი სამხედრო სწავლება საქართველოში 2013 წლიდან იმართება, რომლის მიზანი რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაა. მეტი დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook და ვებგვერდს Talk to Regions. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. დროებით.